მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ვარ. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში, სადაც შესახლებულია დაახლოებით 52 ოჯახი და ისინი დღეს მართავენ საპროტესტო აქციას, რადგანაც ისინი დარჩნენ უშუქოდ შუქის გარეშე. როგორც მე ახლა მათ გავესაუბრე, ისინი არ არიან რეგისტრირებული ცალკე აბონემენტებად, ცალკე ფიზიკურ პირებად, რადგანაც მათი საკუთრება არ არის ეს ბინები, სადაც ისინი ცხოვრობენ და ამიტომაც მათ შეუწყვეტეს და ვერ ისარგებლეს კონკრეტული შეღავათებით. ლევან დიახ, რო გითხრათ, რა რის გამო შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რამდენია ეს გადასახდელი თანხა? ზუსტი თანხა დანაკლისით 2553 ლარი და 99 თეთრი. ეს გაქვთ გადასახდელი ჯამში, ხო? ჯამში. და თქვენ ცალკე მრიცხველებით გაქვთ ოჯახებში შიგნით გვაქვს ჩვენი ფინანსებით ხალხის ფულით გავაკეთეთ შიგაგაყვანილობა, თავისი ყუთები, ლაბორატორიული შემოწმება, პლომბი, ყველაფერი გვაქვს მოწესრიგებული. ხო, მაგრამ იცით საქმე რაშია ბატონო? დიახ. ჩვენ ვართ სახელმწიფო შუქი არ გვაქვს, ჩვენ ვართ კომერციული შუქი. დაპოღებულებს კომერციულებს შუქს და გვაძლევს ჩვენ. ანუ თქვენ რადგან ხართ თვითნებურად შესახლებულები, ამიტომაც ვერ დარეგისტრირეთ როგორც ცალკე მომხმარებელი, ხო? იმიტომ სასამართლოშია კიდე ჯერ არა ჩვენ გარკვეული თავდაცვის სამინისტრო და ორჩემიაო, ყოფილი თავდაცვის სამინისტრო. რკინიგზა დეპო და ორჩემიაო, სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტრო ჩემიაო და თვითონ ვერ გააკეთეს მისია. აქედან გამომდინარე სახელმწიფო შუქი არ გვყავს, რომ 17-19 თეთრი გადავხადოთ. კანონი გამოშვებულ კანონში არ მოხდით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კომერციული ხალხი. ანუ ის შეღავათები, რაც ახლა არსებობს პანდემიის პირობებში, ამით თქვენ ვერ ისარგებლეთ. არანაირი. ყავს ინვალიდები, ყავს მისვეტენები, ყავს სოციალურები, ყველა არის გაჭირვებული. კარგი, თქვენი სახელება როგორ არის? ჯუმბერი ბერიძე, მადლობა. თქვენ რო გითხრათ, რამდენი სოციალ დაუცველია ამ კონკრეტულ კორპუსში, სადაც ვინც ცხოვრობს? 11 ოჯახი სოციალურად დაუცველი, ომის ინვალიდები, 3 ოჯახი ომის ინვალიდი, ძირითადად უსახლკაროები და 80% თვით დასაქმებული, რომელიც ვერ სარგებლობს ვერანაირი დღევანდელი შეღავათით, ვერც სოციალურად დაუცველები, ვერც დროებითი დასაქმებულები, ანუ ვერანაირი შეღავათით ვერთან და ვიხდით კომერციულ ფასად დენს 22.5 ვიხდით ძალიან ზვით. ანუ თქვენ ბევრად უფრო მეც იხდით, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური პირები, ხო? 1.5 ვიხდით კილოვატზე. და რადგან თქვენ ცალკეულ ოჯახებს ცალკეული მრიცხველები გაქვთ და შესაძლებელია მის დადგენა თითოეულმა ოჯახმა რა მოიხმარა. ამ შემთხვევაში ხარ გქონიათ კომუნიკაცია იგივე ენერგოპრო ჯორჯიასთან ან ბათუმის მერიასთან, რომ ამის მიხედვით რაღაც გარკვეული შეღავათები თქვენ შეგეხოთ ამ პანდემიის პირობებში. ძალიან ბევრი მთავრობასაც მივმართეთ, მერიასაც მივმართეთ, ამ ეპიდემიის პერიოდში მივმართეთ, რომ ცალკე დაგვარეგისტრიროთ და ეგ 200 ლარი 200 კილოვატიანი შეღავათი დაგვიკეთეს და რაღაცა, ყველგან უარი, სადაც მივდივართ, ყველგან უარი. თქვენ საიდან ხართ ძირითადად ჩამოსულები, რომელ რეგიონიდან? ზემო აჭარის მაცხოვრებელი ხულო, ქედა სვახელი. ანუ ესენი არიან ეკომიგრანტები და უსახლკაროები? ძირითადი მასა არის ზემო აჭარის ზონაში და ვისაც სახლები დაემგრავენ ზამთრის პერიოდებში. შეისწავლა თქვენი მდგომარეობა მთავრობამ ნამდვილად? ძირითადად არავითარი არ შეუძლია. ანუ ისე ვითვლებით, როგორც ვითნებოდა შესახლებულები და უკანონოდ იმყოფებით აქ, ხო? მოუწესრიგებელი ეზოკარი არ გვაქვს, არ დეზინფექცია არ მოხდარა, არც ერთი არავითარი ვინმე არ შემოსულა ამ პანდემიის პერიოდში, არავითარი შეღავათი არ მისაღებია. შეგიძლიათ ეზოს მდგომარეობას გადაიღოთ, როგორი განაგვიანებულია, განიფიქსირებული, აქ ყველაფერი შესაძლებელია აბსოლუტურად. ეს ბავშვები, რასაც ხედავ, ნახევარი კიდე დასული არიან, ახლა უფრო მეტნი არიან ბავშვები. არც სტადიონი აქვს ბავშვებს რომ ითამაშონ და ახლა შუქი გაგვეთიშეს. არაფერი არ აქვს აბსოლუტურად. ინტერნეტიც ბუნებრივია ვერ გეკნებათ რომ ისინი დაესწრონ გაკვეთილებს, ხო? რამდენიმე ინტერნეტი გვაქვს, აი ვისაც პატარები ყავს რომ ყავს ანტენები, რა ის
ხო. ფაქ ინტერნეტი ოღონდ ჩვენ ფასიანი ინტერნეტი. და ძირითადად სამუშაო ადგილები სად მუშაობთ ახლა თქვენ? სად? დასაქმებული გამოჩნდება ობიექტი ვიღაცას 50 წელი ბეტონის ქვა აქვს დასაშენებელი, ვიღაცას ეშკი აქვს დასასმელი და ანა ეს εκεί რაღაცა. უმეტეს იმასა თურქეთში გადადის სიგარეტი გადააქვს რაღაცა 5-10 ლარი რომ გააკეთოს ბლოგი ბაზარზე გადის რაღაც სამუშაო. ზუსტად აქ იქნება ძირითადი მასა არის ახლა ამ ეზოში არის ყველა თვით დასაქმებული რომელიც ვერანაირ შეღავათ ვერ საგებია. ერთ სოციალური პაკეტით, ვერც დენის ტარიფით. ეხლა რაც დაანონსდა რომ თვითდასაქმებულები მიიღებენ გარკვეული წების კომპენსაციას. თქვენ შეძლებთ ამის ადასტურებას? ვერა. თქვენ პირადად სად მუშაობდით? მშენებლობაზე. სად ხან. მშენებლობა დადასტურებადია, ხო? ხან რა, ხან დამხმარეთ, ხან დაუწოთ რაღაცა. არა კერძო პიროვნებას სამუშაო ეხა თქვენთან რომ მოვიდეთ და რაღაცა გავაკეთოთ ელემენტარული 1-200 ლარის ამბავ სიტყვას დაუშვით. ჩვენ როგორ დაგვიდასტურებ რომ ჩვენ შენთან ვიმუშაოთ ვერანაირად. ძირითადი მასა გადიოდნენ. უბრალოდ თანხას ხელზე გადაგვიხსნა. ანუ ეს მშენებლობაზე, ოფიციალურ მშენებლობაზე რაღაც კერძო ძირითადი მასა გადიოდა თურქეთში, ჩაიზდე სიგარეტის გადატანაზე და რაღაცა ასე. თვით დასაქმებული. ეხლა ვინ მუშაობს ამ 52 ოჯახი და დასაქმებული არის ვინმე? ეხლა ზუსტად მაგაში იქნება ჩვენი პრობლემა, რომ თითქმის არ ვერ გადაიხადა შუქი ხალხმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამოდენიმე წელია მოვახსენეთ, რომ აქ ვიხდიდი ჩვეულებრივად. დაახლოებით რამდენი გიწევდა ჩუქის ფულის გადახდა თვეში? 35, 33, 27, 22. კომერციული დენის ტარიფით, ხო? როგორც უკვე გითხარი. მე აგერ ქვეყნის პრობლემებიდან გამომდინარე, ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მოვეხეთ შიდა იზოლაციაში, მოვახსენებათ ყველანაირი სამუშაო გაჩერდა, ყველანაირი სოციალური ყველაფერი გაჩერებულია, უკეთესად ყველაფერი. ხო. აქედან გამომდინარე, შემოსავალი აღარ გვაქვს, არაფერი აღარ ვიხდით, აღარ გადავიხადეთ და დღეს ახლა ხوار მიგიმართავთ ვინმესთვის, თქვა ბათუმის მერიისთვის, ან აჭარის მთავრობისთვის. მართლა წარმომადგენლებს მენეჯერს დაურეკეთ. და სიმართლეობით ამ მენეჯერმაც ესეთ პასუხი ვერ გაქვს არა ჩვენ გინდობთ. გითხეს რომ უნდა მოხდეს ამ თანხის გადახდა, ხო? თანხის გადახდა უნდა მოხდეს, რომელიც გადახდა ჩვენ არ შეგვიძლია და ვერ გადახდა. იმიტომ რომ ორი თვეა სახში ვიდივარ და სახში მოვიდი. ანუ თქვენ ახლა მოლოდინი გქონდათ რიცი რომ მე შეგეხებოდათ თქვენს რაც დაანონსა მთავრობამ და აღარ მოგიწევდათ ფულის გადახდა? შვილები ვართ რა თქმა უნდა ყველაფრის მოლოდინი გვაქვს რაც ეხება სხვა დანარჩენს რა. რამდენი მანანა მაყვალა მოლოდინი გარიგო მოიც. ანუ ეს შუქის ფული ახლა არავის არ დაუდია, ხო? არავის არ გადაუდია. დაუდია და ვერც ვერავინ ვერ დაგებს სანამ ხალხი საშუალზე არ გავა მანამ. ხო და ჩვენ შეიძლება საშუალზე რამდენი სანამ ვერ გავართ ეს კაცმა არ იცის რა. აგერ ბავშვები ყავს და მე შეიძლება შეიძლება დავიძინო, მაგრამ ორი მცირედოვანი შვილი ყავს სახში. მოდი დრომეც და მიუტანო საჭმელი დავაჭრო. ახლა ეს პრობლემას ხო, თქვენი სახელი გვარ როგორ არის? ლევან კეკელიძე. თქვენი ხართ ომის ვეტერანი, როგორც მითხრით. ანუ 2008 წლის ომის მონაწილე იყავთ, ხო? ანუ როგორც ომის მონაწილე იღებთ რაიმე ტიპის დახმარებას? რაღაცა გარკვეული ტიპის დახმარებას ძალიან ელემენტარია, გაზის ტალონი და ავტობუსში მგზავრობა უფასოდ. ხო, ელემენტარული რაღაცა. ხო, მესმის. თვითონ ეს სახლი როგორც ხედავ შენობა არის აგებული 1953 წელს, ანუ საკმაოდ ძველი შენობაა, ხო? და თვითონ საცხოვრებელი პირობები როგორია შიგნით, ან რამდენად ძიმე? შეიძლება რომ შევიდეთ შიგნით? რო შემყვეთ? აი რაღაც კონკრეტული ადგილი რო გვაჩვენოთ, რამდენად რთულია? ანუ თქვენ 2012 წელს შემოხვედით, ხო, ამ სახლში საცხოვრებლად? ერთიანად ჩამოხვედით მე როგორც მახსოვს, ხო? შო, კიდე ერთი ისა რა თქვენ. აი ეს არის მრიცხველი. დაგვიყენეთ მრიცხველები, უკვე 2 წელიწადია შოჩიკები მუშაობს, წყალი მოგვეწოდება, კი ბატონო, ამაში მადლობელი ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გადახდის სიტუაცია. გადახდის სიტუაცია არ გვაქვს, დაგროვილი აქ ძალიან დიდი თანხები, რომელიც და ვერ ვიხდით თანხას. რომელიც აუცილებლად ერთბაშად მოგვაწყდება ამის გადახდაც და რა თქმა უნდა, ახლა წყალი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიხდით, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩეკი, არ გვაქვს გადახდა. ჩვენ გვირჩევნია ეტაპი. ანუ სისტემა გამართული არ არის, ხო? სისტემა მუშაობს, დაგვიკეთეთ, მადლობელი ვართ, მაგრამ ვერ ვიხდით ამის თანხა და მე არ გვახდებინება. ხო. ერთდროულად დაგროვდება და აღინიშნება დიდი უზარმაზარი თანხა ისეთ გაჭირებული. ბუნებრივი გაზი შემოყვანილი არ არის, ხო? ტერიტორიულად არ არის ბუნებრივი. ანუ წყალით წყლის ფულს ვერ იხდით და შუქის ფული ასევე ამ შემთხვევაში ამ თვეში არავის არ დაუდია, ხო? ვერ არა, ფაქტიურად გამომდინარე ვერ არა. კარგი, მინდა რომ ნახო ხო შენობის რაღაც ნაწილი როგორია თქვენი საცხოვრებელი პირობები და რა ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსაც. პირველი სართული აქ ერთი ოჯახი ცხოვრობს.
თუმცა როგორც მე მართლაც აქ ამოწმებდა ხო ჯანაცვის სამინისტრო წლების წინ ამ ოჯახების მდგომარეობას, ანუ რეალურად რამდენად სამართლიანი იყო ეს შესახლება და ეს შემოწმება ანუ სამინისტროს მხრიდან არ დასრულებულა? რა ბატონო, ეს შესახლება და გატეხვა და რაღაცა ეს მიზანშეწონილი არ არის. აი ყველასთან, მაგრამ ხალხი აკეთებს საკუთარი გაჭირვებიდან გამომდინარე აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ სხვა გამოსავალს ნახულობენ, სხვა პერსპექტივას ნახულობენ და იზოლებით ხდება ეს ყველაფერი. ხო. ეს არის კიკავას 9-11 ყოფილი რკინიგზის სადგურის საავადმყოფოს შენობა. მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ აქ 2012 წელს შესახლდნენ ადამიანები, მათი ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ არის ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი. ისინი დღეს დარჩნენ შუქის გარეშე. აქ სრული სიბრელია და გავლა პრინციპში შეუძლებელია. და როგორც ეს ბატონები მიყვებიან, საკმაოდ რთული საცხოვრებელი პირობებია. ანუ პრინციპში შუქი არ არის და ვერ უნახავთ, ანუ როგორია საცხოვრებელი გარემო. და დერეფნებიც ჩანს, რომ ძიმეა ვითარება. მოუწეს რაც შეეხება მოუწესრიგებელია რაც აქამდე ელექტროენერგია რომ მოგვეწოდა. ელექტროენერგია. როგორ მოგვეწოდა? თვითნაკეთი უკვე 7-8 წლის უკან. ჩვენი ხარჯები დაგეთებული, აი როგორ ასე ვთქვათ, ღმერთმაიცის აი რა პრობლემა არის, არც ყავს ოფიციალური ელექტრიკი რომ გადმიკეთოს და ან შეიძლება ეს მავთულები ვაფშე არ არის გამოსადეგი და რაღაცა. ათო ძველი წერტილები გააქვთ ამ შენობაში, არის მოწყობილი? ვინც ცხოვრობს თითქმის ყველა სპორტი. ეს ყველა ცალ-ცალკე გაქვთ მოწყობილი, ხო? ყველა ცხოვრობს თითო ოთახებში ხო, თითო ოთახი გვაქვს თითქმის ყველას რა. თითო 20 კვადრატიანი, 18 კვადრატიანი, 20 კვადრატიანი ოთახი. და რამდენი სული ცხოვრობს ამ 20 კვადრატში? მე მაგალითად არ ვიცი, 4 ბავშვით. 4 სული ვარ. ვერდე ერთი ბავშვით არის და 3 თქვენი ბავშვები რა მხელები არიან? ჩემი ბავშვები მე-15-ში და მე-18-ში. ეხლა ამ პირობებში ახერხებდნენ ინტერნეტ გაკვეთილებით დისტანციურ სწავლებას ამ სახლიდან? რა თქმა უნდა, რა მეშვეობა. ჯერ ვეღარ გავაჭერებთ, მაგეთ სულთმოს და საქმე ვეღარ გავაჭერებთ. არა, რანაირად უნდა გავაჭეროთ ეს პატარა ბავშვები არა. აქეთაც რო ნახოთ. თვითიზოლაცია გამორიცხულია. თქვენ წყალი ხომ არ ჩამოდის შენობაში, ან ამის ხარამის სირთულე ხომ არ არის? წყალი არ ჩამოდის. სახურავი ეს ასე დაგვხდა, იყო გაკეთებული და სახურავის პრობლემა არის. თქვენ სანიტარიული და ჰიგიენის დაცვა არის შესაძლებელი ამ შენობაში, ანუ იცავთ ამას? შენობა 100 წლის შენობა. 100 წლის შენობა. ხო, ძველი შენობა. აქეთ ეს ტერიტორია მეგობრებო ათვალიერებს. კი, დაისმენდა ქვია დენი, აი მაგალითად თუ შეიძლება რა მდგომარეობაში არის ეს ენერგოპროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს დენის ეს გაყვანილობა, თქვა რამდენად უსაფრთხოა? თვითნებურად არის ეგ და ბავშვი ფეხსაცმელები ერთ-ერთი ასასვლელთან ბავშვი მიზედა კიდე სტადიონი ვერაფერი თვითნებურად გაყვანილი დენი, რომელიც არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა. საიდანაც დენი შემოდის ეს თვითნაკეთია. ჩვენ მაგ მეტი არ ვიცი. პროფესიონალი აქ რამდენი ოჯახი ცხოვრობს? ამ კორპუსში 31 ოჯახი. აჰა, აქ ცხოვრობს ოჯახი? არა, აქ არის არავინ არ ცხოვრობს. დენის გამანაწილებელი თვითნაკეთი მერთმაიცის ამელები რომელიც უკვე შესაძლოა შეიძლება რომ რაღაცა მოხდეს. ყოფილა ისე რამე შემთხვევა ამ დენზე რომ რაღაცა გაფუჭებულა? ადამიანთან დაკავშირებით ხმასმადლობა არა, მაგრამ თვითონ გამეკანია და ესეთი რაღაცები ვერ შეყოფილი. აჰა, ესმის. კარგი, მადლობა. მაგრამ ჩვენ ახლა ნახეთ რა მდგომარეობაა შენობის შიგნით დაახლოებით. ბნელა ოთახებში და ამიტომ საკმაოდ რთულია გაიგო რა პირობებია. რადგანაც როგორც უკვე გითხარით, დღეს ეს 52 ოჯახი დარჩა შუქის გარეშე, მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ვინც ახლა შემოგვიერთით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ არიან დარეგისტრირებული ცალკე ფიზიკურ პირებად და იხდიან კომერციული დენის გადასახადს, რადგანაც არიან თვითნებურად შესახლებულები და მათი საკუთრება არ არის პრობლემა მათგანის აქ ბინა, ამიტომაც მათ აქვთ საერთო მრიცხველი და იყენებენ კომერციულ ელექტროენერგიას და კომერციული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდნენ. ხოლო ამ თვეში ისინი ამბობენ, რომ ვერ იხდიან შუქის გადასახადს, რომელიც საკმაოდ ძვირია, მათი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი და ისინი ითხოვენ დახმარებას. ჩემი საცხოვრებელი გადავიდეთ, სამი შვილის იგი არის თირამოვანია და სკოლაშიც ვერ დავარეგისტრირეთ, ბავშვი მიუხედავად იმისა. მოგდამდით? შუქი თუ არ არის? საცხოვრობ ჩემი სამი შვილის პატრონი, მცირეწლოვანი ბავშვები. რანაირი ცხოვრება გვაქვს? კიდე იყოს, არა უჭირს. ასე ვცხოვრობ ჩვენ. ეს გვეთლება ჩვენ საცხოვრებლად.
თქვენთან იყვნენ მოსული მთავრობიდან, ვინც სწავლობს ამ თვითნებოდა ჩასახლებულების საკითხს. არ წლების წინ არა. იმიტომ რომ თავის დროზე როცა თქვენ შესახდო 2012 წელს, მაშინ დაიწყო რაღაც კომისიური შესწავლა, მე როგორც მახსოვს, ვინც თვითნებურად შესახდა, ხო, მათ შორის ამ შენობაში. ანუ მაშინ როგორ დამთავრდა ეს პროცესი? არანაირი არაფერი არ ვიცით. საერთოდ არანაირი რამე არ არწევობს მის მერე. ასე ცხოვრობენ შუქი როცა არ აქვენ. ხო და ყველაფერი ავალიულად არის აქანი. ეს სამი ბავშვია, ორი ბავშვი გაუჩნდა ერთ ბავშვს, მეორეს კიდევ ასე და ასეთი მიუხედავად იმისა, რომ ორი თვე ბავშვები მეცადინეობის გარეშე იყვნენ, ისედაც იგი დაძაბული და რა დღეში ვარ, თუ ტელევიზორი არ იქნება, თუ კი ინტერნეტი არ იქნება, ვერავითარ შემთხვევაში ეს ბავშვები ვერაფრით ვერ გაჩერდება. თქვენს ოჯახს რამდენი აქვს ახლა შუქის ფული გადასახადად, რამდენი მოგივიდათ? 65 ლარამდის ალბათ. 65 ლარი, ხო? ანუ ბუნებრივი აირი თქვენ არ გაქვთ და იყენებთ. მაგრამ შესაძლებელი გაქვთ, როგორც ხედავთ. ანუ მაინც გიწევდათ ეს შუქის გამოყენება, როგორც გათბობის საშუალება. რა თქმა უნდა, გართობი პირველ რიგში ბავშვები. არა, გათბობის საშუალება თქო. გათბობა არასდროს ფეჩი მიდგია. ფეჩი შეშით უმელით ვარ, ასე ცხოვრობა, რასაც ხედა. ესაა ჩვენი ცხოვრება. და თქვენ ვეღარ მოახერხეთ ამ თვეში ამ ფულის გადახდა? რა თქმა უნდა, რითი? თქვენ მუშაობდით სადმე მანამდე თქვა იგივე პანდემიის დროს. მე ბებია ვარ აქ მოსული. ბებია ვარ ამ ოჯახის ბებია ვარ. მე სხვაგან ცხოვრობ მიუხედავად იმისა, მაგრამ მე სხვაგანაც სხვა პირობები არ მაქვს, ვარ იგი ავატყოფი ქალი და ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ დავეხმარები. სულ ვეხმარებოდი, იმიტომ რომ ბავშვი არ აქვს საშუალება. რაზე მუშაობდით თქვენ? მე ადრე მუშაობდი, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ამ ოჯახის წევრები სად მუშაობდნენ თქვა და ეხლა რო ვეღარ მუშაობენ, არის ეგეთი შემთხვევა? მამამისი არ არის ადგილზე და დედამისი არ მუშაობს ამ წუთში. დედა სად მუშაობდა აქამდე? დედამისი ახლა არ მუშაობს, მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მუშაობდა. ნუ პანდემიის დროს ვეღარ მუშაობს, ხო? პანდემიის დროს ვერ მუშაობს. კარგით, მადლობა. არა, დღეში ცხოვრობს ოჯახია. თერფაში კარიცხეს სარეთს ხედავთ ასევე. ასეთია დაახლოებით მოცემულობა კიკაოს 9 და 11 ნომერში. აქ არიან თვითნებურად შესახლებულები დაახლოებით 52 ოჯახი. ისინი დღეს დარჩნენ ელექტროენერგიის გარეშე და მათთვის უცნობია როდის აღდგება ეს ელექტროენერგიის მიწოდება. ისინი ამბობენ, რომ არ არიან რეგისტრირებული ცალკე პირებად, რადგანაც არიან თვითნებურად შესახლებულები და რომელიმე მათგან საკუთრება არ გააჩნია ამ კორპუსში. ამიტომაც ისინი მოიხმარენ კომერციულ დენს და არის საერთო მრიცხველი და შემდეგ აგროვებენ ისინი თანხას. შესაბამისად, რადგანაც ისინი იყენებენ აი ამ საერთო მრიცხველს, მათ არ შეხებიათ ის შეღავათი, რაც ხელისუფლებამ დაანონსა კონკრეტული ოჯახების შემთხვევაში, კონკრეტული ოდენობის მოხმარების შემდეგ მათ ექნებოდათ შეღავათები და აღარ მოუწევდათ შუქის ფულის გადახდა. იქ კიდე რამდენი ოჯახი ცხოვრობს? რამდენი ოჯახია? მაგ ბევრია ოჯახები შესაძლოა, აქ გვერდზეც არის, იქაც არის. ანუ ის ოჯახებიც დარჩა შუქის გარეშე, ხო? ერთ პრობლემა. ერთ პრობლემა. ძალიან კორპუსი რომ აგათიშული იცის როგორ არა. დიახ. ჩვენ ისიც მაგვინდა იცი? დიახ. საათში თუ ელექტრო არ მოვიდა და შუქი არ ჩართო, ჩვენ თვითნებურად გადავართ და ჩავთვალთ შუქს. ავტეხავთ კანეთო ჩავთვალთ შუქს, აბა რა ბავშვები. გავაღებთ მაგას, კარგი. ბატარეები ბავშვები და თელი ისე დაჭირდება. ახლა ერთ საათში. ერთ საათში. თქვენ რა პასუხი მიიღეთ ენერგოპროსგან? უარი მივიღე. სხვა ხელისუფლებასთან გქონიათ რაიმე ტიპის კომუნიკაცია, მთავრობასთან ან მერიასთან? არა. არ გქონიათ, ხო? თქვენი ოჯახის შემთხვევაში თქვენ მუშაობდით სადმე თქვა პანდემიამდე? მუშევარი ვარ ყველა. და მაშინ ეხლა როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გაგიწიოთ ეხლა შეღავათი ენერგოპროექტ ჯორჯია? ყველას უწევენ შეღავასა, ჩვენ რა დავაშავოთ? ხო, მაგრამ თუ მუშევარი ყავით მანამდეც და ეხლა თუ მუშევარი ხართ, პრინციპში ხო იგივე იქნებოდა შუქის ფულის გადახდის შემთხვევაში. ეხლა კარანტინია რაღაცა და ვერ გავდივართ სადმე. ანუ სად მუშაობდით თქვენ? მე ახლა დიასახლისი ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები არიან რომ მუშაობენ ზოგ. და ეხლა ვეღარ მუშაობენ. და რა შეეხება ამ თვითნებურად შესახლებას, ანუ ეს საკითხი რაიმე კუთხით გაირკვა, თქვენთან იყვნენ მოსულები თქვენს ოჯახში? არ მოსულა, არავინ არ ყოფილა. მოთხოვნა ბევრჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია. არა. თქვენ ეკომიგრანტი ხართ, ამიტომ წამოხვედით აჭარისთვიდან? სოციალურად დაუცე. ანუ თქვენ სახლი გააქვთ, ხო, მთაში? მე პირადად დედამფილის კი.
გვაქვს, მაგრამ ეროზირებულია თვითონ ზღვაოს საშიშროებაში. შეფასებულია როგორც რისკის ზონა? კი ბატონო, კი გეოლოგიური დასკვნა აქვს, მუდმივი ესე იგი რომ იქ არის ცხოვრება. კი ბატონო. კარგით, მადლობა. მოკეთ, ესეთი მოცემულებაა დაახლოებით კიკავას 9 ნომერია, ხო? კიკავას 911. ეს არის ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, სადაც 2012 წლიდან ცხოვრობენ თვითნებურად ჩასახლებული ადამიანები. ისინი არ არიან რეგისტრირებული როგორც ცალკე ენერგო კომპანიის მხრიდან როგორც რეგისტრირებული მომხმარებლები, რადგან მათ არ გააჩნიათ საკუთრება და ბუნებრივია ვერ მოხდებოდა მათი რეგისტრირება. ისინი მოიხმარენ კომერციულ ელექტროენერგიას და საერთო მრიცხველა შემდეგ ინაწილებენ ამ გადასახადს და ბუნებრივია მათ არ შეხებიათ მთავრობის მიერ შემუშავებული შეღავათები ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან მიმართებით. ეს მოქალაქეები დღეს ვინც გამოვიდა აქციაზე ამბობს რომ ვერ ახერხებს შუქის ფულის გადახდას, რადგანაც არის ქვეყანაში პანდემია და ისინი სხვა მრავალი ათასი ადამიანის მსგავსად დარჩა უმუშევარი და ამ პირობებში ისინი რეალურად ვერ შეძლებენ შუქის ფულის გადახდას. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რას ამბობს ენერგო კომპანია ენერგოპრო ჯორჯია ჩვენ შემთხვევაში, თუმცა როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, მათ მიიღეს პასუხი რომ ეს ფული უნდა გადაიხადონ. ეს არის ბათუმი კიკავას ქუჩა ნომერი 11. აქ ცხოვრობენ თვითნებურად ჩასახლებული ადამიანები 2012 წლიდან და როგორც აქ ჩვენ გვითხრეს ადამიანებმა არის საკმაოდ მძიმე საცხოვრებელი პირობები და ამ დრომდე მათი ბედი გარკვეული არ არის. როგორც ისინი ამბობენ, არ შეუსწავლია მთავრობას ამ ოჯახების მდგომარეობა, ასევე ის თუ რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა რომ მიიღონ საკუთრება. და ამ ძველ შენობაში განაგრძობენ ისინი ცხოვრებას. შუქის კანდიდატებენ აქციის მონაწილეები, როგორც უკვე გითხარით, 52 ოჯახი ცხოვრობს აქ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განახლებული ინფორმაცია ბათუმელები ჯიზე, ასევე ნეტგაზეთი ჯიზე, ჩვენ მოგაწვით განახლებულ და რაც თავია სანდო ინფორმაციას. მადლობა რომ გვიყურეთ, დროებით.